რუსეთში კანონი რომ რუსულია ამას ამბობს ყველა გარდა ოცნებისა და თვითონ რუსეთისა. პუტინის რეჟიმმა უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი 2012 წელს მიიღო. მაშინაც პუტინი გადაწყვეტილებას ამერიკული კანონით ამართლებდა, რომ თითქოს რუსული კანონი ამერიკული ფარას ანალოგი იყო. კანონის მიღების შემდეგ კრემლმა პოლიტიკური დევნა დაიწყო და უცხო აგენტებად ასობით ორგანიზაცია და კერძო პირი გამოაცხადა. მათ რიცხვშია დამოუკიდებელი მედია, ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები და ყველა ის პირი, ვინც რეჟიმს ეწინააღმდეგება. ანუ ეს კანონი პოლიტიკური დევნის იარაღია. ვინაიდან ოცნება განსხვავებულ აზრს ყველანაირი ფორმით ებრძვის, ამიტომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ივანიშვილის გუნდი ამ კანონს ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენებს. მათის კრედიტირებელი კანონი შეეხება არაერთ ორგანიზაციას, რომლებიც სტრატეგიული პარტნიორებიდან მიღებული გრანტებით ფინანსდებიან. ეხმარებიან მოქალაქეებს, სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის ქალებს, ბავშვებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ნინუცა კეკელია მიმუშავა და ახლა ის გვერდდება პირდაპირ ეთერში. ნინუცა მთელი რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდი ამაზე და რა არის ის მთავარი ანალოგი, რის გამოც არის რუსული კანონი ეს და რა საფრთხის შემცველი არის ეს ყველაფერი საქართველოს ევროპული გზისთვის? ანალოგი არა, შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ არის ის კანონი, რომელსაც რუსეთში ქვია უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, საქართველოში ჩვენ მას ვუწოდებთ რუსულ კანონს. ანალოგი არის ის, რომ პუტინის რეჟიმმაც თავდაპირველად 2012 წელს, როცა ეს კანონი მიიღო, გამოაცხადა, რომ მხოლოდ გამჭვირვალობას ემსახურებოდა თანხების შემოდინების შესწავლას და ეს პროცესი რომ გამჭვირვალე ყოფილიყო და ჩვენ ვისმენთ ამ ხნის მანძილზე ხომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც, რომ ერთადერთი მიზანი რაც არის რომ ყველა თანხა, რომელიც შემოდის ქვეყანაში, იყოს გამჭვირვალე, მაგრამ სინამდვილეში რაც მოხდა რუსეთში იყო ის, რომ დაიწყო ამ კანონის საფუძველზე დევნა ჯერ სამოქალაქო აქტივისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების, შემდეგ უკვე ჟურნალისტების და ყველა სფეროს წარმომადგენლის, რომელიც ერთის მხრივ, მაგალითად იურიდიულ მომსახურებას უწევდა იმ ადამიანებს, ვისაც პუტინის რეჟიმი, ვიზეთს პუტინის რეჟიმის ზეწოლას ახდენდა ან არ უშვებდა ქვეყნის ტერიტორიაზე და მეორეს მხრივ იდევნებოდნენ ადამიანები ამ კანონის საფუძველზე იმდენადაც კი, რომ ჩვენი რესპონდენტები არიან იურისტები, ჟურნალისტები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, უფლება დამცველები, რუსეთის მოქალაქეები, ეგრეთ წოდებული აგენტები უკვე ამ კანონის საფუძველზე, ისინი უფრო დეტალურად მოყვებიან და მაყურებელი ნახავს, რატომ არის რუსული კანონი სახიფათო ქვეყნისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და მთავარი დეტალი არის ის, რომ ყველა მათგანი ჩვენ გვაფრთხილებს, რომ არ მივიღოთ რუსული კანონი. ყველაფერი გავაკეთოთ ამისთვის, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს ამ კანონის დამტკიცება და ამ კანონის საფუძველზე მოქმედება, იმიტომ რომ ეს გააქრობს დემოკრატიულ პროცესებს ამ ქვეყანაში. მაყურებელი ახლა უფრო დეტალურად ნახავს, რა შეზღუდვები დაწესდა ამ კანონის შემოღების შემდეგ რუსეთში, როგორ ჩაახშო იქ ყველანაირი თავისუფალი ხმა და აზრი. ამ კანონის მიღების შემდეგ არაფერი შეცვლილა. განავინმეს რამეს ვთხოვთ. ეს მხოლოდ ფინანსური გამჭვირვალობის საკითხია. კრემლის ლიდერის ეს განცხადება აგენტების შესახებ კანონს ეხებოდა. ეს კი საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერის სიტყვებია. იგივე რუსულ კანონზე. ნებისმიერი სხვა ქვეყნის თანხა, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, ეს იქნება მეგობრული თუ არა მეგობრული სახელმწიფოსგან, უნდა იყოს გამჭვირვალე. საქართველოს ხელისუფლება ზუსტად პუტინივით გვიმტკიცებს, რომ რუსული კანონის მიღებით ქვეყანაში არაფერი შეიცვლება, მაგრამ რა შეიცვალა რუსეთში ზუსტად ამ კანონით ძალიან მოკლედ და ნათლად ამბობს რუსი პოლიტიკოსი კარა-მურზა. ქვეყნის საუკეთესო ტელეარხი აგენტია, უკანასკნელი დამოუკიდებელი სოციოლოგიური ცენტრი აგენტია, ერთადერთი არჩევნებზე დაშვებული ოპოზიციური პარტია აგენტია. რუსეთი 21 საუკუნე, აგენტი ხარისხის უთხოვარი სტანდარტი. რუსეთში აგენტად გამოცხადდა ყველა, ვინც პუტინის რეჟიმს აკრიტიკებდა. ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, იურისტები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები. ასე მოიშორა პუტინმა ქვეყნიდან ყველა ის ადამიანი, ვისაც რეჟიმის წინააღმდეგ ხმის ამოღების არ ეშინოდა. ჩვენი რესპონდენტი მაქს ოლენიჩევი იურისტია. დღეს ის რუსეთის ხელისუფლებას აგენტების რეესტრში ყავს შეყვანილი. Только часть людей говорили о том, თავდაპირველად, როცა ამ კანონს იღებდნენ, ის მიმართული იყო სამოქალაქო აქტივისტების და იმ საზოგადოების წინააღმდეგ, ვინც პუტინის რეჟიმს აკრიტიკებდა. მაგრამ შემდეგ სხვადასხვა დროს მასში ცვლილებები შევიდა და დაიწყო დამოუკიდებელი მედიის დევნა. გაჩნდა ისეთი სიტყვათა შეთანხმება მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან დაკავშირებით, როგორიცაა უცხოეთის აგენტი. აგენტების რეესტრში დაიწყეს ჟურნალისტების და სხვადასხვა მედია გამოცემების შეყვანა. ჟურნალისტებს
ავალდებულებდნენ მათ მომზადებულ სტატიებზე ან სიუჟეტებზე, ყოფილიყო წარწერა უცხო ქვეყნის აგენტი. Რა თქმა უნდა, კანონი მიმართული იყო და ახლაც მიმართულია მოქმედი ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ. ნებისმიერი, ვინც არ ეთანხმება ხელისუფლებას, შეიძლება შეირაცხოს აგენტად. დღეს რუსეთის რეესტრში 800-მდე ჩანაწერია, სადაც აგენტებად არიან გამოცხადებული ადამიანები და ორგანიზაციები. მაქს ოლენიჩევი იხსენებს, რომ 2012 წელს, როცა რუსეთში ამ კანონის მიღებას პუტინი აპირებდა, ძალიან ცოტა ადამიანი ფიქრობდა, რომ ეს დაანგრევდა სამოქალაქო საზოგადოებას. 2012 წელს ჯერ კიდევ არ იყო ცხადი, რა შედეგს მოიტანდა რუსული კანონი, იგივე აგენტების კანონი, თუმცა შემდეგ ის 3-ჯერ გამკაცრდა. ცვლილებები მაშინ ბოლოს 2022 წლის დეკემბერში შევიდა და როგორც ოლენიჩევი ამბობს, ის ახლა მოქალაქეებს 18 სხვადასხვა საქმიანობას უკრძალავს. თვითონ რუსეთში აღარ ცხოვრობს, მას შემდეგ რაც აგენტად შერაცხეს, იძულებული გახდა სამშობლოდან წასულიყო, რადგან იურიდიულ დახმარებას ხალხს ვეღარ უწევდა. Политической деятельностью я не занимался, я занимался. როცა აგენტად შემრაცხეს და სასამართლოს ხდომებში ვიღებდი მონაწილეობას, ბრალდების მხარე მოსამართლეს მთავარ არგუმენტად ეუბნებოდა, რომ მე უცხოეთის აგენტი ვარ და ასე ცდილობდნენ გამოეწვიათ მისი ნეგატიური დამოკიდებულება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ. კანონი უცხოური აგენტების შესახებ ადამიანებს საზოგადოების და ქვეყნის მტრებად რაცხავს. ჩემ შემთხვევაში ამის საფუძველი არ ყოფილა, მაგრამ მაინც შემიყვანეს უცხოური აგენტების რეესტრში. მე პოლიტიკურ საქმიანობას არ ვეწეოდი, როგორც უფლებადამცველი გამოდიოდი სასამართლოებზე და ვაძლევდი ინტერვიუს ჟურნალისტებს. რაც შეეხება უცხოელ დამკვეთებს, მე წარმოვადგენდი იმ ადამიანებს, ვინც არ შემოუშვეს რუსეთში. შესაბამისად, ეს ხალხი მირიცხავდა ანაზღაურებას. უბრალოდ ვიცავდი ადამიანებს, რომელთა უფლებებიც დარღვეული იყო სახელმწიფოს მხრიდან. რუსული კანონის გამკაცრებასთან ერთად იმ მიზეზების ჩამონათვალიც გაიზარდა, რის გამოც ადამიანების აგენტებად გამოცხადება შესაძლებელია. ჩვენი რესპონდენტი მიხეილ ბენიაში პუტინის რეჟიმისთვის ასევე უცხოური გავლენის აგენტია. წარმოიდგინეთ, როგორი აბსურდია. შეიძლება უბრალოდ კითხულობდე კრიტიკულ სტატიებს, კონდეს კონკრეტული აზრი და ეს საკმარისად ჩათვალონ იმისთვის, რომ ხარ უცხოური გავლენის ქვეშ. ბევრი ეგრეთ წოდებული აგენტი წავიდა რუსეთიდან. ყოველდღე უფრო და უფრო მეტ ადამიანს იჭერენ. დაახლოებით 100-ია, რომ კვირის ყველა პარასკევ დღეს პუტინის რეჟიმისთვის ახალი აგენტები ჩნდებიან და უფრო და უფრო იზრდება ეგრეთ წოდებულ აგენტთა რიცხვი. მიხეილ ბენიაშმა აგენტად რომ შერაცხეს, საქართველოს სომხეთის საზღვართან გაიგო. ამ ოფიციალში მოხვედრის მიზეზი ერთადერთი იყო. ბენიაში პუტინს უკრაინაში შეჭრის გამო აკრიტიკებდა და ამას ხმამაღლა ამბობდა. მისთვის აგენტობა რომ დაებრალებინათ რაიმე მტკიცებულება იყო საჭირო. რუსეთის ხელისუფლებისთვის უფლებადამცველის დანაშაულის მტკიცებულება ის ჰონორარები აღმოჩნდა, რომელსაც დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციებისგან იმის გამო იღებდა, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გამოსულ და დაკავებულ რუს აქტივისტებს იცავდა. მოკლედ 2012 წლიდან დღემდე ამ კანონმა გაიარა გზა ადამიანების უბრალო მარკირებიდან სრულ ობსტრუქციამდე. წარმოიდგინეთ, საკუთარი ბარათიდან ცოლსაც კი ვერ ურიცხავ ფულს. იმიტომ რომ არ მინდა ისიც აღიარონ აგენტად. ამისთვის ეს საკმარისია. ერთხელ პუტინის პროპაგანდის ერთ პირს ჩემი ანგარიშიდან მიზანმიმართულად გადაურიცხეთ 15 რუბლი. ამით შევქმენი საფუძველი, რომ ისიც შეეყვანათ აგენტების სიაში. უცხოეთის აგენტად გამოცხადებულ პირს რუსეთში ეკრძალებათ მასწავლებლად მუშაობა, საარჩევნო კომისიებში მუშაობა, რომელიმე წარმომადგენლობით ორგანოში მუშაობა. ჩვენი რესპონდენტების თქმით, მაშინ როცა რუსეთი ამ კანონს იღებდა, ბევრმა იცოდა, რომ ეს პუტინს კრიტიკული აზრის გასაქრობად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჭირდებოდა, მაგრამ ვერავინ იფიქრებდა, რომ შედეგები ასეთი მძიმე იქნებოდა. ახლა საქართველოს აქვს მაგალითი მეზობელი ქვეყნის გამოცდილებაზე. რუსული კანონი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება. ყველა ოპონენტი ამ ქვეყნიდან გააქციოს, ან ხმის ამოღების შესაძლებლობა მოსალოდნელი სანქციებით გაუქროს. ეს ყველაფერი დაიწყო თითქოს უმნიშვნელო იარლიყით, მაგრამ იქამდე მივიდა, რომ მალე ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობაც აეკრძალათ. იმედი მაქვს, საქართველოს ასეთ რამეს არ დაუშვებს. ვიცი, რომ ამ კანონის მიღებით თქვენთანაც ყველას ერთი ხელის მოსმით მოიშორებენ. შეხედეთ, რა ხდება რუსეთში. ვერც ერთი მედია ვეღარ მუშაობს. ადამიანების უმრავლესობა, ვისაც ეს იარლიყი მიაყენეს, იმიტომ რომ უბრალოდ შიმშილი ემუქრებათ.
რუსეთის აგენტად 2022 წლის სექტემბერში გამოაცხადეს რუსი ჟურნალისტი და უფლებადამცველი ანდრეი აფანასევი. მიზეზი მისი პროფესიული საქმიანობა იყო. ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გასულ წელს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და შესაშური სიმამაცე გამოიჩინეს, როცა ხელისუფლებას მიღებული რუსული კანონის უკან წაღება საპროტესტო აქციებით აიძულებს. ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ახლაც საქართველოში იგივე განმეორდება, რადგან ქართველებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, როგორ პრობლემებს შეუქმნის ეს კანონი საქართველოს ყველა მოქალაქეს. სადაც ეს კანონია, იქ არის პუტინი, დაიმახსოვრეთ. არ დაუშვათ ამ კანონის მიღება. ეს კანონი უამრავ შეზღუდვებს უწესებს ეგრეთ წოდებულ აგენტებს. ჩვენ ახლა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაც კი არ შეგვიძლია. ვერ ვიმუშავებთ დამკვირვებლებად, ვერ შევაგროვებთ ხელმოწერებს და ყველა ჩვენს გამოსვლას წინ უნდა უძღოდეს შენიშვნა, რომ ჩვენ ვართ უცხოელი აგენტები. რუსული კანონის მიხედვით, როგორც ანდრეი აფანასევი ყვება, ეგრეთ წოდებულ აგენტად შეიძლება გამოცხადდეს ყველა. აგენტად გამოცხადებულებს კი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის უფლება აღარ აქვთ. მათ შორის არც არჩევნების სადამკვირვებლო კომისიაში ყოფნის. საბოლოო ჯამში რუსეთში ყოფნა ასეთი ადამიანებისთვის, ანუ ეგრეთ წოდებული აგენტებისთვის შეუძლებელი ხდება. ფრაზა უცხოელი აგენტი აქ აღიქმება როგორც ჯაშუში, მოღალატე და თუ ჟურნალისტი ხარ, ძალიან რთულია ვინმესთან კონტაქტში შეხვიდე. ესეც რომ არა, თუ ადამიანი უცხოელ აგენტს ინტერვიუს მისცემს, თავადაც შეიძლება უცხოელი აგენტი გახდეს. აგენტების კანონის, ანუ რუსული კანონის მიხედვით, ადამიანებს ეკრძალებათ ფინანსური საქმიანობა, სახელმწიფოსგან დახმარების მიღება, პენსიის მიღება, ჯანმრთელობის დაზღვევა, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. ხელისუფლებას კი აქვს უფლება, რომ ეგრეთ წოდებულ აგენტებს შეუმოწმოს შემოსავალი და უთვალთვალოს კიდეც. რუსული კანონი, რომელზეც ჩვენი ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ არაფერს თulis და მხოლოდ ფინანსური გამჭვირვალობის მიზანს ემსახურება, სინამდვილეში ადამიანების კონტროლის მექანიზმია, რომელიც ყველანაირ დემოკრატიულ პროცესს აქრობს და ხელისუფლებას უსაზღრო ძალაუფლების გამტკიცების შესაძლებლობას აძლევს. კანონის, რომელიც ქვეყანას ყველა დემოკრატიული ინსტიტუტის საერთოდ გაქრობის საფრთხის წინაშე აყენებს, მთავარი დამცველები და ინიციატორები ის დეპუტატები არიან, ვინც პოლიტიკაში მოსვლამდე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში მუშაობდნენ და შესაბამისად მათ ხელფას იღებდნენ. ახლა კი რუსული კანონით ამ ორგანიზაციებს უცხოური ძალის აგენტების სტატუსი გარდაუულად მიენიჭებათ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძით რომ დავიწყოთ. პოლიტიკაში მოსვლამდე კობახიძე ჯერ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ერთ-ერთი პროექტის კოორდინატორი იყო. შემდეგ კი გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის პროექტის მენეჯერადაც მუშაობდა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 17 წელი იყო გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების, იგივე GIZ-ის თანამშრომელი. მუშაობის ბოლო წლებში ხელმძღვანელიც კი იყო. ოცნების იმ დეპუტატების სია, ვინც უცხოეთიდან დაფინანსებულ პროექტებში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდნენ, გრძელი და შთამბეჭდავი. ასე მაგალითად, ამ სიაშია გივი მიქანაძე, ბექა დავითულიანი, მაია ბითაძე, არჩილ თალაკვაძე, ანრი ოხანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სოზარ სუბარი, ეკა სეფაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ირაკლი ზარქუა და სხვები. ნანუკა მაღლაკელიძემ გადახედა იმ ადამიანის ბების ბიოგრაფიას, ვინც ახლა რუსული კანონით ქვეყნის მთავარ მონაპოვარს, ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსს საფრთხეს უქმნიან. საზოგადოება მსგავს საკითხებს ესე არ ატარებს. ეს ვიცით ხო? ამხელა პოლიტიკური წინააღმდეგის შემთხვევაში ხდება ამხელა პოლიტიკური რისკი ახლავს ელვა ხელისუფლება ნებისმიერი ქვეყნის დამთავრდეს ასეთი საკითხების გადათქმის დროს. ამ განცხადებიდან 1 წლისა და 1 თვის შემდეგ ოცნებამ პირობა დაარღვია. ქართველი ხალხი მოატყუა და რუსული კანონი ხელმეორედ წარადგინა პარლამენტში. ახლა ყველამ კარგად ვიცით, რომ ქვეყნის უახლესი ისტორია ჩვენს თვალწინ მეორდება. საპარლამენტო უმრავლესობამ პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ამ რეალობის შემქმნელები და მთავარი ანტიგმირები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები არიან. ბიძინა ივანიშვილის მარიონეტი დეპუტატების დიდი ნაწილი, ვიდრე რუსული კანონის იდეას მოიფიქრებდა, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებსაც ამ რუსული კანონპროექტის მიხედვით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის იარლიყი თავად ექნებოდათ. დღეს და გუშინ უკვე მოძლიერდა გარედან ზეწოლა ჩვენი მეგობრების მხრიდან სამწუხაროდ, დიახ,
გაუძლებთ და გავიტანთ ბოლომდე ჩვენს სიმართლეს. მამუკა მდინარაძე დღეს ოცნების მთავარი სპიკერია, გამხმოვანებელი იმ პროპაგანდის, რომელიც ივანიშვილის მმართველობის ყველაზე მძიმე ლაქა იქნება. დეპუტატი აქტიური მხარდამჭერი იმ ტყუილის, რომლის სიმართლე ალბათ ბოლომდე თავადაც არ შეჯერა. პარლამენტარ მდინარაძეს ბოლო დროს მთავარი ფუნქცია ოლიგარქმა მოუძებნა. უნდა თქვას ყველაფერი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოდან საზოგადოებაში დესტრუქციულობას შემოიტანს. სავარაუდოა, რომ ბიძინა ივანიშვილს ესეც ფარული გეგმებისთვის სჭირდება, რომლის უსიტყვო შემსრულებელი სწორედ მდინარაძე აღმოჩნდა დღევანდელ პარლამენტში. თუმცა დღეს მამუკა მდინარაძეს კონკურენტები გამოუჩნდნენ. მთავარი ანტიგმირი რუსული კანონის დაცვაში შალვა პაპუაშვილია, პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, ეს ის ბიჭია, რომელსაც გერმანული ორგანიზაცია მრავალი წელი ასაქმებდა. ისტორიის მოყოლასაც სწორედ მისით ვიწყებ. შალვა პაპუაშვილი 2003-2007 გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების უფროსი სამართლებრივი ექსპერტი. შემდეგ ამავე ორგანიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელი, პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე. 2017-2020 წლებში კი GIZ-ის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი. ის რასაც ახლა პაპუაშვილი გმობს 17 წელი ემსახურებოდა, მდიდრდებოდა და მაშინ არც კი უფიქრია, რომ შესაძლოა წლების შემდეგ მის საქმიანობას საკუთარი პირით გააკრიტიკებდა. ყველასთან გავთიშავ მიკროფონს, ვინც რუსულ კანონს გამოიყენებს უცებ. ანტიქართულ პროპაგანდას დაანებეთ თავი. ნუ ატყუებთ ქართულ ხალხს, ნუ ატყუებთ. გაგივიდა ჩარშან წელს არ გამოგივა. საქართველოში რუსული კანონი რომ წლების წინ მიეღოთ ეგრეთ წოდებული უცხოური ძალისგან დაფინანსებულად ჩაითვლებოდა მოქმედი პრემიერიც. დიუსელდორფის უნივერსიტეტის განათლება მიღებულ კობახიძის რეზიუმეშიც არაერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერია. ირაკლი კობახიძე 2000-2001 შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი. 2006-2014 გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ექსპერტი და პროექტის მენეჯერი. პარტიას, რომელსაც იდეოლოგია არ აქვს, გასაკვირი არაა, რომ ახლა ცდილობენ საკუთარ ჯიბეს ქვეყნის ბედიც გადააყოლონ. ასე ფიქრობენ პოლიტოლოგები, რომლებიც კანონის ამოქმედების შემდეგ მძიმე შედეგებს პროგნოზირებენ. კრიზისი სარკისებურად აისახება პენსიონერებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ქალებზე, დევნილებზე, სოციალურად დაუცველებზე, სტუდენტებზე, მოსწავლეებსა და საბოლოოდ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე. სპეციალისტები ამბობენ, რომ ოცნებამ ნდობა ყველაზე ერთგულ მოქალაქეებშიც კი საბოლოოდ დაკარგა. უახლეს ისტორიაში არსებობდა ასეთი კაცი ოსამა ბინ ლადენი, რომელსაც განათლება ჰქონდა მიღებული დასავლეთში. იქ სადაც განათლება მიიღო, იქ სადაც ფულს შოულობდა, იმათ წინააღმდეგ დაიწყო მოქმედება. ეს კობახიძეები, ეს ვიღაცა ოხანაშვილები, პაპუაშვილები, რომლებსაც განათლება დასავლეთში აქვთ მიღებული, პრინციპში ფულსაც დასავლეთით შოულობენ, ხო? ეს ადამიანები არიან თანამედროვე ოსამა ბინ ლადენები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს ააფეთქო. საერთაშორისო ორგანიზაციების ისტორია ოცნების არაერთი ლიდერის თანამშრომლობის ამბავს მოიცავს. ევროკავშირის, EUTOS, გაეროს, ევროპის საბჭოს ორგანიზაციებთან 15 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა გივი მიქანაძე. დღეს კი ეს დეპუტატი რუსული კანონის ერთგული მხარდამჭერია. გივი მიქანაძე 2000-2001 გაეროს ერთ-ერთი პროექტის იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი. 2004-2005 ევროკავშირის პროექტი საჯელ აღსრულების სისტემის რეფორმა, ნაციონალური ექსპერტი. 2005 წელი EUTOS პროექტის დირექტორი, 2015-2016 ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერი. თითქმის 20 წელი მაია ბითაძისთვის გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა პრობლემას არ წარმოადგენდა. კალაძის გარემოცვიდან რჩეული დეპუტატი მსოფლიო ბანკის, გაეროსა და სხვა ორგანიზაციებში იურისტ ექსპერტად მუშაობდა. მაია ბითაძე 2001-2003 საქართველოს დაცული ტერიტორიების პროექტი იურისტ ექსპერტი. 2006-2011 EUTOS პროექტი საქართველოში ორჰუსის ცენტრი კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში. 2015-2021 გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრისა და ბიუროს თავმჯდომარე. უცხოური გრანტებით დაფინანსებულ მედიაში მუშაობდა დეპუტატი კობა დავითულიანიც, მათ შორის ლიბერალში. გამოცემა სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით ფუნქციონირებდა და მხოლოდ 2010 წელს, როდესაც დავითულიანი უკვე ლიბერალის თანამშრომელი იყო, გამოცემა ნაწილობრივ სოროსის ფონდიდან ფინანსდებოდა.
ბექარ დავითულიანი 2010-2012 შეპესე მედია ჰაუსი დეკომი იურისტ კონსულტანტი მედია ჰაუსი დეკომი აერთიანებდა ჟურნალებს ცხელი შოკოლადი ლიბერალი და რადიოს ცხელი შოკოლადი 2010-2013 ჟურნალი ლიბერალი რუსული კანონის კიდევ ერთი მხარდამჭერი ირაკლი ბერაია, პრემიერის მეგობარი და დაზორვის სამსახურის ახლად დანიშნული უფროსი. კარიერის დასაწყისში გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა. ირაკლი ბერაია 1999-2001 საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება დასავლეთ საქართველოს კოორდინატორი 2001-2001 წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაცია საქართველოს დელეგაცია რეგიონული კოორდინატორი ამ სიაში თავისი ადგილი აქვს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილსაც. ქვეყნის პარტნიორების მიმართ სკანდალური განცხადებებით და სიძულვილის ენით გამორჩეული დეპუტატი წლების განმავლობაში საერთაშორისო ფონდებიდან ფინანსდებოდა. მაშინ ოხანაშვილისთვის უცხოური ფულის აღება პრობლემას არ წარმოადგენდა. უცხოეთისგან დაფინანსებულ მედიაში მუშაობის გამოცდილება აქვს ამ კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერს ხალხის ძალის წევრ სოზარ სუბარსაც. წლების წინ პროდასავლური ლიბერალური თავისუფლების ინსტიტუტის პროგრამის დირექტორი ამჟამად ანტიდასავლური შეთქმულების თეორიების გავრცელებითაა დაკავებული, თანაც იმ ფრაქციიდან, რომელიც ყველაზე ხშირად ესხმის თავს დასავლელ პარტნიორებს. სოზარ სუბარი 1996-2004 რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რადიო თავისუფლება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერაა დაფინანსებული 2003-2004 არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტის პროექტ კანონის უზენაესობის დირექტორი ორგანიზაცია დასავლელი დონორებისგან ფინანსდებოდა 2004 წელს სოროსის ფონდისგან მიღებული აქვს 2220 ლარი გაზეთის სპექტრის პროექტ ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ტრენერ 2010-2015 გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი. გზა საერთაშორისო კომპანიებიდან რუსულ კანონამდე ივანიშვილის თანაგუნდელებისთვის ძალიან მოკლე აღმოჩნდა. არც ერთი მათგანი წლების წინ საერთაშორისო სარგებელს არ შეუწუხებია, მეტიც ცდილობდნენ სწავლა და კარიერა სწორედ უცხოეთში აეწყოთ. მაშინ საკუთარ მომავალს მხოლოდ დასავლეთში ხედავდნენ და საერთოდ არ ფიქრობდნენ, რომ საფრთხეები დასავლეთიდან შეიძლებოდა წამოსულიყო. თუმცა ხელისუფლებაში რუსი ოლიგარქის მოსვლის შემდეგ მათი მატარებელიც რუსეთისკენ დაიძრა. ეგრეთ წოდებული უცხოური ინტერესების გამტარებლებთან მუშაობდნენ დღეს მოქმედი მინისტრთა კაბინეტის წევრები. ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი მუშაობდა მსოფლიო ბანკისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დაფინანსებულ პროექტებში. ჯამში 4 წელი. იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გერმანიაში სწავლის პერიოდში იყო კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტი. ჯამში 3 წელი. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიკოვანი მოწვეული ექსპერტი გაეროსა და USAID-ის პროგრამებში. ჯამში 2 წელი. თუ კანონპროექტი ძალაში შევა საფრთხე საქართველოში მოქმედ ნებისმიერ მედია საშუალებასაც დაემუქრება, თუ კი მათი შემოსავლის ნაწილი სწორედ უცხოური გრანტებით ფინანსდება. ამ კანონმა რუსეთში ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი გააქრო, რითაც პუტინის რეჟიმი კიდევ უფრო გაამყარა. კანონის მხარდამჭერები საქართველოში კი დღეს გვიმტკიცებენ, რომ საფრთხე დასავლეთიდან მოდის. პირადი კეთილდღეობა დააყენეს ქვეყნის ინტერესებზე უფრო მაღლა, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება და ამ ძალაუფლების შენარჩუნებით ინარჩუნებენ იმ სიმდიდრეს, რომელიც აი ამ წლების განმავლობაში მოიხვეჭეს, ეს არის მათი ინტერესი. არა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა, არა მშვიდობა ამ ქვეყანაში, არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება. რუსული კანონი ივანიშვილის რეჟიმის რეპრესიების თანამედროვე ვარიანტია. საბჭოთა კავშირში ებრძოდნენ ყველას, ვისაც საზოგადოებაში დასავლური ცივილიზაცია და ღირებულება შემოქონდა. კრიტიკული აზრის ჩახშობას ცდილობდნენ 1 საუკუნის წინაც. საბჭოთა კავშირის დროს იქმნებოდა განცდა, რომ აუცილებელი იყო ხალხის მტრების აღმოჩენა და განადგურება. მაშინ არავინ აღიარებდა, რომ სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების მიმართ დანაშაულს ჩადიოდა, თუმცა ამ იდეოლოგიის ყველა შემოქმედმა იცოდა, რომ ანადგურებდნენ ქვეყნის კეთილდღეობის უკანასკნელ რესურსსაც კი. რატომ დააბრუნა ოცნებამ რუსული კანონი დღის წესრიგში? სტრატეგიულ პარტნიორებსა და ხელისუფლების ოპონენტებსაც ერთმნიშვნელოვანი პასუხი აქვთ. ივანიშვილის გუნდმა ამით გადაფარა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის სასიცოცხლო დაუცლებელი საკითხები. ოცნებისა და მოსამართლეთა კლანისთვის კატეგორიულად მიუღებელია მოსამართლებისთვის კეთილსინდისიერების ტესტის გავლა, რომლის შესრულების გარეშეც ქვეყანას ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე ვერ გაეხსნება, არადა მათი ქონების წარმომავლობაზე და სისტემაში ნეპოტიზმზე არაერთი კითხვა არსებობს.
გამჭვირვალობა საქართველოს კვლევით ირკვევა, რომ სასამართლო სისტემაში თანამდებობები მოსამართლეების ნათესავებზე, სიძეებზე, დედმამიშვილებზე, დიშვილებზე, ძმისშვილებსა თუ ნათელ მირონებზეა გადანაწილებული. სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევა კი აჩვენებს, რომ მოსამართლეებისთვის შრომის ანაზღაურების მანკიერი პრაქტიკა მოქმედებს, რადგან დანამატები მოსამართლეებზე ავტომატურად და დამსახურების გარეშე გაიცემა. ნეპოტიზმი, გავლენები და კითხვები დაუსაბუთებელ ქონებაზე. ჟანა აკოფაშვილმა იმუშავა სიუჟეტზე და ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. ჟანა, შენ ცდილობდი დაკავშირებოდი დასანქცირებულ მოსამართლეებს, იმ მოსამართლეებს, რომლებიც ახლა ცდილობენ, რომ თავიანთ ქონებრივ დეკლარაციებზე კითხვები საერთოდ არ დაისვას და არც არავის შეამოწმოს ეს ქონება. აქვთ თუ არა მათ რაიმე პასუხი ამ საკითხებზე? დიახ, ჩვენ გსურდა რომ ეს კითხვა თავად მოსამართლეებისთვის დაგვესვათ, სადაც ერთ-ერთ მათგანთან ლევან მურუსიძესთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ამ თემის ირგვლივ ყოველდღიურად ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა ჩდება, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი არის ის თუ მართლაც არაფერი არ აქვთ ამ მოსამართლეებს დასამალი, მაშინ რატომ ეწინააღმდეგებიან, რომ მათი კეთილსინდისიერება და ქონებრივი მდგომარეობა ანტიკორუფციულმა ბიურომ შეისწავლოს. ამას თან ერთვის ისიც, რომ იგივე მოსამართლეები, რომლებიც შემოწმების წინააღმდეგნი არიან, ყოველთვიურად საკმაოდ დიდ ფულად დანამატებს იღებენ, რომლის დასაბუთებად სამწუხაროდ არც ერთ დოკუმენტში არ ჩანს. სავარაუდოდ სწორედ ეს დაუსაბუთებელი შემოსავლები არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მათ არ სურთ, რომ მათი კეთილსინდისიერება და ქონებრივი მდგომარეობა ვინმემ შეისწავლოს და სააშკარაოზე გამოიტანოს. დანარჩენი უკვე შეგიძლიათ ჩვენ სიუჟეტში ნახოთ. მიხეილ ჩინჩალაძე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე. ლევან მურუსიძე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ვასილ მშვენიერაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. სერგო მეთოფიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. ეს ის მოსამართლეები არიან, რომელთა ქონების შემოწმების პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლომ მათივე მოთხოვნით გააჩერა. გადაწყვეტილებამ გავლენიანი მოსამართლეების ქონების წარმომავლობა და კეთილსინდისიერება კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ ერთხელ დააყენა და ვარაუდი გაამყარა, რომ კლანს დასამალი მართლაც აქვს. 4 მოსამართლემ, რომლებმაც ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებელი კომისიის ოქმი კოლეგა მოსამართლეებს გააჩერებინეს, ამით საერთო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებიც დაიცვეს. 300 კაციან სიაში, რომელთა ქონებრივი მდგომარეობა ბიუროს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო უნდა შეემოწმებინა 42 სასამართლო სისტემიდანაა. ჩამონათვალში ყველა იმ მოსამართლის გვარია, რომელთა საქმიანობის მიმართ არაერთი კითხვაა და რომელთა ქონებას კითხვის ნიშნებს აჩენს, თუმცა მათ საჯაროობაზე უარი თქვეს და მაშვალ რგოლად საკუთარი სასამართლო გამოიყენეს. კითხვა არის ის, რომ თუ კი დასამალი არაფერი აქვთ, რატომ უწევენ წინააღმდეგობას ამ ყველაფერს და რატომ უწევენ წინააღმდეგობას მათ შორის დეკლარაციების შემოწმებას, რომლის ვალდებულება მათ ისედაც აქვთ. თავად აქვთ სასამართლო ხელში, რომლის მეშვეობითაც მათ ძალიან ეფექტურად შეუძლიათ, ესე ვთქვათ, გამოწვევებთან გამკლავება, რაც დღეს აქვთ. რა ვიცით საჯარო წყაროებიდან ამ მოსამართლეების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ? მდიდრული აპარტამენტები ქალაქ გარეთ, ძვირადღირებული სამკაულები, ბინა თბილისის ცენტრში და ძვირადღირებული ავტომობილი. ასეთია სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა და უვადო მოსამართლის ლევან მურუსიძის ქონება. ლევან მურუსიძე, რომელიც სამოქალაქო ქორწინებაში არ იმყოფება, ასევე სასამართლო სისტემაში დასაქმებულ ლელა ჭანიასთან ერთად ცხოვრობს. ქონების დიდ ნაწილს სწორედ მის სახელზე აფორმებს. ქალი კი დეკლარაციაში ოჯახის წევრად მითითებული არ ყავს. თვალში საცემია თავად ჭანიას ძვირადღირებული ბრენდების ტანისამოსი და სამკაულები, რომელთა შეძენას ჭანია 2700 ლარიანი ხელფასით წესით ვერ შეძლებდა. მისი საკუთრებაა 2363 ლარად ნაყიდი ოქროს ბეჭედი. 5000 ლარიანი ყელსაბამი, 800 ლარიანი კულონი და 10000 ლარად შეფასებული ოქროს სამაჯური. ყავს ორი მოსამართლე, ეს არის ბატონი ჩინჩალაძე და მურუსიძე, რომლებიც არიან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დასანქცირებულები კორუფციაში ჩართულობის გამო. ხო, შესაბამისად, მათი დეკლარაციების შემოწმება კიდევ უფრო დიდი ინტერესის საგანია და ძალიან მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ ეს ადამიანები ამაზეც კი არ არიან თანახმად. მდიდრულ სასახლეს, რომელსაც თეთრი, ასევე მდიდრული გალავანი აქვს შემორტყმული, მიხეილ ჩინჩალაძის საკუთრებაა. საგურამოს სახლი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ოჯახის ერთადერთი უძრავი ქონება არ არის. მოსამართლეს მამიდის სახელზე აქვს გაფორმებული ბინები ჯანაშიას ქუჩაზე. ერთ კორპუსში მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახი 2 ბინას და 3 ავტოფარეხს ფლობს.
როდესაც არსებული კანონმდებლობაც კი არ არის გამოყენებული იმისათვის, რომ მოსამართლებთან დაკავშირებით ჩქონდეს სრული ინფორმაცია, რამდენად სწორად ავსებენ დეკლარაციებს, რამდენად კეთილსინდისიერად უდგებიან მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ამ კუთხით და ასე შემდეგ. ბუნებრივია, რომ ეს წინააღმდეგება სწორედ მოსამართლის დამოუკიდებლობის, მოსამართლის ანგარიშვალდებულების პრინციპს. სერგო მეთოფეშვილის ქონებრივი დეკლარაცია 15 გვერდიანია. ყველაზე მეტ კითხვის ნიშანს სწორედ ეს დოკუმენტი აჩენს. ამ მოცემულობით მოსამართლე მეთოფეშვილი უქონელია. დეკლარაციაში მის სახელზე არც სახლი, არც ავტომობილი და არც ძვირადღირებული ნივთები იძებნება. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაუგებარია, რატომ არ სურს დეკლარაციის გადამოწმება ოფიციალური დოკუმენტებით არაფრის უქონელ მოსამართლეს. არიან მოსამართლეები საკმაოდ პრივილეგირებულ პოზიციებში, რომლებიც აგროვებენ სერიოზულ კაპიტალს, დიდ ძალქონებას და შემდეგ არ სურთ, რომ ამაზე საზოგადოებას განუმარტონ, რომ ამ მოსამართლეებს პრობლემა აქვთ ანგარიშვალდებულებასთან, პრობლემა აქვთ გამჭვირვალობასთან. კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რაც ცხადია არ მიუთითებს ზოგადად პოზიტიურად ზოგადად სისტემაზე. კიდევ ერთი მოსამართლე, რომელიც დიდძალ ქონებას ფლობს, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა. დეკლარაციის მიხედვით ვასილ მშვენიერაძის მეუღლის საკუთრებაა საცხოვრებელი სახლი ლისის ტბასთან ერთ-ერთ ძვირადღირებულ უბანში. მოსამართლე მშვენიერაძის მეუღლე თამარ დოჭური ასევე ფლობს 129 კვადრატულ მეტრ ბინას მიცკევიჩის ქუჩაზე. თავად ვასილ მშვენიერაძის მშობლებისგან საჩუქრად 2 ბინა აქვს მიღებული. ფალიაშვილის ქუჩაზე ჯამში 130 კვადრატული მეტრის. თავარი გამოწვევა, რასაც დღეს ჩვენ სასამართლო სისტემაში უპირისპირდებით და ეს უკვე საერთაშორისო დონეზეც აღიარებული არის, ეს არის კორუფცია. იმიტომ რომ წინა პლანზე ყოველთვის მოდის ის ქვეყნის ის დამაზიანებელი ეფექტი, რითაც იღებს მიკერძოებული მართლმსაჯულებით, რასაც იღებს ქვეყანა. ქონებრივი მდგომარეობის და კეთილსინდისიერების ხელახლა შემოწმების პერსპექტივამ სასამართლო კლანის წევრები გააღიზიანა. ზოგი სისტემიდან წასვლით იმუქრება და დახმარებას ხელისუფლებას თხოვს. ერთ-ერთი ასეთია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, რომელიც 7,000 ლარიან ხელფასთან ერთად ყოველთვიურად მოსამართლეობისა და საბჭოს წევრობის დანამატს იღებს. ჯამში 16,025 ლარს. ნინო ქადაგიძე იმ მოსამართლეთა შორისაა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხდომებს თითქმის არ ესწრება, თუმცა ყოველთვიურ დანამატს მაინც ირიცხავს. იმის გამო, რომ ნინო ქადაგიძე არის საბჭოს წევრი, მისი სამოსამართლო დატვირთულობა არის ისედაც დაბალი. ანუ ისედაც ნაკლები საქმე ეწერება, ნაკლები რაოდენობის საქმე განსახილველად, ხომ? ამის მიუხედავად ნინო ქადაგიძე საკუთარ თავს უწერს როგორც სამოსამართლო პრემიას, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პრემიას. ოღონდ ეს იმ პირობებში, როდესაც ქადაგიძე როგორც წესი არ ესწრება ხოლმე საბჭოს შეხვედრებს, ყოველთვიურად ორმაგ დანამატს აიღებს უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლე. ლევან თევზაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად რამდენიმე კვირის წინ აირჩიეს. ის თანამდებობაზე ყოფნის პირველივე თვეს ორმაგ დანამატს მიიღებს, რაც სამოქალაქო საზოგადოებას არწმუნებს, რომ სასამართლო სისტემაში დანამატები არა დამსახურებით, არამედ დაუსაბუთებლად გაიცემა. გაუგებარი რჩება ეს ადამიანები რას აკეთებენ, იმიტომ რომ საქმეებს არ განიხილავენ, ანუ და შესაბამისად დატვირთულობის მაჩვენებელი მათი ნაკლები არის. საკმაოდ მაღალ ხელფასს იღებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეც გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც 2023 წელს მხოლოდ 6 საქმე განიხილა, ყოველთვიურად ხელფასზე მაღალ დანამატს იღებს, რაც საერთო ჯამში 13,615 ლარს შეადგენს. 2023 წელს 19 საქმე განიხილა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კიდევ ერთმა მოადგილემ შალვა თადუმაძემ. მის ანგარიშზე მაღალ ხელფასთან ერთად მოსამართლის დანამატი 7,315 ლარი ირიცხება. ჯამში თადუმაძის ყოველთვიური შემოსავალი 13,000 ლარს აჭარბებს. დანამატების გაცემა, თანაც ისე რომ ეს დანამატები არ საბუთდება და გაიცემა ფაქტი, რომ წინასწარ ყოველთვიურად ან რეგულარულად ეს არის პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი, პირდაპირ მიუთითებს ეს მოსამართლეების თვითნებობაზე. გავლენიანი მოსამართლეები, რომლებსაც არ სურთ ქონებრივი მდგომარეობის შემოწმების ხელახლა გავლა, საკუთარი პოზიციის გასამტკიცებლად არგუმენტებს ეძებენ. ისინი აღარ მალავენ, რომ კეთილსინდისიერების ტესტის ხელახლა გავლა არ სურთ. სასამართლო კლანი ახლა თავის გადასარჩენად იბრძვის, რაშიც მხარს ქართული ოცნების ხელისუფლება უჭერს.
სიძულვილის ენა ოპოზიციონერი დეპუტატი ქალების მიმართ და ტენდენციად ქცეული თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე. ეს საპარლამენტო კვირა ოცნების მხრიდან ოპონენტებზე შეტევით და შეურაცხყოფელი სიტყვების კასკადითაც გამოირჩეოდა. ამ ყველაფრის მედროშეობა თავის თავზე ოცნების დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ აიღო. დეპუტატ ქალებზე ბექა ოდიშარიას თავდასხმას პასუხი ოცნებისგან არ მოჰყოლია, თუმცა პასუხი მოჰყვა სტრატეგიული პარტნიორებიდან. ლატვიის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ მათ დიპლომატიურ უწყებას უკვე მიმართა, რომ ოდიშარიას ლატვიის საპატიო კონსულის თანამდებობა ჩამოერთვას. ბექა ოდიშარია ორგზის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატია ქართული ოცნებიდან, ის მილიონერი კანონმდებლების რიცხვშია. სხდომაზე წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, როდესაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა მის შესაძლო კორუფციაზე მეანიშნა. რა ქონებას ფლობს დეპუტატი ირაკლი ბახტაძემ გადახედა მის ქონებრივ დეკლარაციას და ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ირაკლი, უფრო დეტალურად რომ გითხრა, შენ გადახედე მის ქონებას, გადაიღე კიდეც და რამდენად შთამბეჭდავია მისი ქონება და როგორ დააგროვა ეს მილიონები ბექა ოდიშარიამ. ქართული ოცნების დეპუტატის ქონება ნამდვილად არის შთამბეჭდავი, მისი ქონებრივი დეკლარაცია 18 გვერდისგან შედგება, თუმცა ჩვენ გადავიღეთ ისეთი საცხოვრებელი სახლები, რომლებიც მის ქონებრივ დეკლარაციაში არ არის მითითებული და შესაბამისად ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ უნდა შეისწავლოს ბექა ოდიშარიას ქონებრივი დეკლარაცია. სამასკაციანის სია, რომელიც ანტიკორუფციულმა ბიურომ სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, სწორედ ბექა ოდიშარიას სახელი და გვარის ფიგურირებს და აქ პირდაპირ არის ნახსენები, რომ ის სავარაუდოდ ფიგურირებს კორუფციულ გარეგებებში და შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ გადახედოს ბექა ოდიშარიას ქონებას. საცხოვრებელი სახლები, ზვირადღირებული ავტომობილები, აგარაკები, სხვადასხვა საკურორტო სივრცეში ეს მცირე ჩამონათვალია იმ ქონების, რომელსაც ბექა ოდიშარია ფლობს, თუმცა საინტერესოა თუ როგორ დააგროვა ბექა ოდიშარიამ ეს ქონება, მაშინ როდესაც ის ქართულ ოცნებას სათავეში ჩაუდგა. ბექა ოდიშარიას ქონებით ჩვენ მას შემდეგ დავინტერესდით და პრინციპში სავარაუდოდ მედიის თვალში ის არ მოხვდებოდა, რომ არა მისი განცხადებები ბოლო პერიოდში და ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებაც მას ჰქონდა ამ პერიოდის განმავლობაში ქალ დეპუტატებზე. შესაბამისად ჩვენ რამდენიმე დღეს განმავლობაში მუშაობდით მის ქონებრივ დეკლარაციაზე და უფრო მეტ დეტალს ჩვენი მაყურებელი შაბათის გუნდის მიერ მომზადებული რეპორტაჟიდან გაიგებს თუ როგორ დააგროვა ბექა ოდიშარიამ ქონება. ფეშენებელური საცხოვრებელი სახლი, ძვირადღირებული მიწის ნაკვეთები, ავტომობილები, აგარაკების საკურორტო რეგიონში და მილიონებად შეფასებული ფერწერული ტილოები. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ქონების, რომელსაც ქართული ოცნების ქალების მაგინებელი დეპუტატი ბექა ოდიშარია ფლობს. თუ არ იპოვი ჩემს კორუფციულ რამე გარიგებას, ბოდიში მომიხადე რა. რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ოდიშარია თავდასხმაზე მას შემდეგ გადმოვიდა, რაც გაიგო, რომ ოცნების მდიდარი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაცია დავინტერესდით. ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთული ქონებრივი დეკლარაცია 18 გვერდიანია. მისი დიდი ნაწილი უძრავ ქონებებსა და კუთვნილი კომპანიების ჩამონათვალს უკავია. თუმცა ოცნების დეპუტატი არ პასუხობს ჩვენს მიერ დასმულ არც ერთ შეკითხვას, თუ როგორ მოახერხა ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში კიდევ უფრო მეტად გამდიდრება. იზრდება, აი ამაზეა. რა გითხარი რა? იმდენი შერა გითხარი რა? რა ქონებას ფლობს რუსული კანონის მხარდამჭერი ოდიშარია შაბათის მთავარმა. დეპუტატის ქონებრივი დეკლარაცია დეტალურად შეისწავლა. ოფიციალური დოკუმენტებით ის მეათე მოწვევის პარლამენტში დიდარ დეპუტატებს შორისაა. მის საკუთრებაშია რამდენიმე სახლი, აგარაკი, მიწის ნაკვეთები, ცხეთასა და ბათუმში, 3 ავტომობილი და სხვადასხვა მხატვრის ძვირადღირებული ფერწერული ტილოები. თაბორის მთაზე ამ განსაკუთრებული ვიზუალის მქონე საცხოვრებელ კორპუსში ბექა ოდიშარია რამდენიმე ბინის მესაკუთრეა. 4 სართულიანი საცხოვრებელი ქართული აგურით არის მოპირკეთებული. ოდიშარიას კორპუსს აქვს საცურაო აუზიც, რომლიდანაც ხედები მთელს თბილისზე იშლება. ეზოში დიდი ადგილი კალათბურთის მოედანს და სავარჯიშოს სივრცეს უკავია. დასასვენებელ ზონაში შესვლა ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან გამწვანებული სივრცე რკინის გალავნით არის შემოსაზღვრული. ეს საცხოვრებელი სახლი ოდიშარიას დეკლარაციაში არ წერია. 2023 წელს შევსებული ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით მის ოჯახს თბილისში საცხოვრებელი არ აქვს. ოდიშარია საკუთრებაშია ბათუმში ადლიას დასახლებაში მდებარე 45 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი ზღვასთან ახლოს. რა თანხა გადაიხადა დეპუტატმა სანაპიროს პირველ ზოლში მიწის ამ პატარა ფართობის შესაძენად უცნობია, რადგან დეკლარაციაში თანხა მითითებული არ არის.
ბექა ოდიშარია საკუთრებაში იყო საკურორტო ზონაში მდებარე საცხოვრებელი სახლიც. დაბა ბაკურიანში ოდიშარიების ოჯახმა საცხოვრებელი 2016 წელს შეიძინა. თუმცა რა თანხა გადაიხადა 600 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობსა და რამდენიმე სართულიან საცხოვრებელ სახლში უცნობია. ბოლოს შევსებული დეკლარაციის მიხედვით ოდიშარიებმა ეს სახლი და მიწის ნაკვეთი 2022 წელს $100,000 გაყიდეს. დეპუტატ ოდიშარიას დეკლარაცია ოფიციალური უწყებებისთვის მისი ქონებრივი მდგომარეობაზე როგორც ჩანს სრულ ინფორმაციას არ იძლევა, რადგან 2022 წელს ის იმ დეპუტატებს შორის იყო, რომლებიც დეკლარაციის არასწორად შევსების გამო დააჯარიმეს. ბექა ოდიშარია იმ სახელმწიფო მოხელეთა 300 კაციან სიაშიცაა, რომელთა ქონებრივი მდგომარეობა ანტიკორუფციულმა ბიურომ ხელახლა უნდა შეამოწმოს. უწყების დოკუმენტში წერია, რომ მაღალი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის გამო დეპუტატის ქონების შემოწმება აუცილებელია. ბექა ოდიშარიას და მისი ოჯახის გატაცება ფერწერული ტილოების შეგროვებაა. დეკლარაციის მიხედვით ნახატების ყიდვა 1998 წლიდან დაიწყო და ამ წლების განმავლობაში შთამბეჭდავი კოლექცია შეაგროვა. ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ მის საკუთრებაშია 50-მდე ფერწერული ტილო, რომელთა ჯამური ღირებულება $79,000 ლარზე მეტია. სავარაუდოდ ბექა ოდიშარია ახალ დეკლარაციაში მიუთითებს იმ ნივთებს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტით შეიძინა. სხვადასხვა საჯარო წყაროდან ცნობილი ხდება, რომ მან ცოტა ხნის წინ კუთვნილი მობილური ტელეფონის აქსესუარები შეიძინა, რაც ბიუჯეტს $701 ლარი დაუჭდა. ტელეფონის ბლუთუზი $129 ლარი, ტელეფონის დამცავი ფირი $179 ლარი, ტელეფონის кейსი $169 ლარი, ტელეფონის დამტენი $109 ლარი, ტელეფონის კამერის დამცავი $100 ლარი. ბექა ოდიშარიასთან არანაირ კავშირში არის თქვენი კომპანია? არ გიხმარებათ ბატონი ბექა ტენდერების მოგებაში? დამიჯერეთ რომ ეს ყველას ვერუდებთ ახლა რა დამიჯერეთ მე ამაზე ბერჯერ ვისაუბრია და ეს მამაკაცი ბექა ოდიშარიას ქვისლი ლევან გოქსაძეა, რომლის კომპანიასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი ერიცხება. მისი სამშენებლო კომპანია სახელმწიფო ტენდერებს ბოლო წლებია უკონკურენტოდ იგებს. ერთ-ერთ ტენდერში ოდიშარიას ქვისლმა სახელმწიფოსგან 22 მილიონი ლარი მიიღო. ლევან გოქსაძეს ვკითხეთ, რა როლს თამაშობს დეპუტატის ნათესავი მისი ბიზნესის განვითარებაში და იყენებს თუ არა ის ოდიშარიას გავლენებს ტენდერის უკონკურენტოდ მოგებისას. წარმოუდგენელი არის ესე მე უნდა ვიყო მაშინ ყველაზე დიდი კომპანია რომ მე მომარგო რაღაცა. ან მე უნდა ვაკეთებდე რაღაცა ისეთ განსაკუთრებულს რომ მხოლოდ მე მომარგო. ხო და რომ არ ხარ ყველაზე დიდი კომპანია, მაშინ რატომ იგებთ სახელმწიფო ტენდერებს ერთად შემთხვევაში? დავამთავრებდეთ. ის ასაც თქვენებდებით ახლა რომ მე მომარგეს რაღაცა ეს არის აბსურდი, აბსოლუტურად და ბექა ოდიშარიას ქონებრივი მდგომარეობა შესაძლოა მედიისთვის საინტერესო არ ყოფილიყო, რომ არა მისი უხამსი და სექსისტური გამოსვლები პარლამენტში. ოდიშარია ქალი კოლეგების მიმართ გასულ კვირას ყველაზე აგრესიული იყო. შენ თუ ფსიქო მოგცენ, მე პასუხს ვაგებ მაშინ და თუ შენ აქამდე ვინც ფსიქო მოგცა, იქნება სახელი და გვარი მითხრა და იმათი პასუხისგებლობა უნდა დადგეს. ოდიშარიას ეს განცხადებები არც ქვეყნის შიგნით და არც პარტნიორებს უყურადღებოდ არ დარჩენია. ოდიშარიამ ქალი დეპუტატის უხამსი დამოკიდებულების გამო შესაძლოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტიტული დაკარგოს. ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა. ეს არის ინსტიტუტი, რომელიც ანიჭებს საპატიო კონსულის სტატუსს. დიდი პრივილეგიაა, როდესაც ასეთ სტატუსს განიჭებენ. საპატიო კონსული უმაღლეს სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს საჯარო კომუნიკაციებში. ის რეპლიკები კი, რომლებიც მე გავიგონე, არ შეეფერება ადამიანს, რომელსაც საპატიო კონსულის სტატუსი აქვს. სწორედ ამიტომ გავაკეთე განცხადება, რომ მას ეს წოდება უნდა ჩამოერთვას. ჩამოართვევენ თუ არა ოდიშარიას დიპლომატიურ სტატუსს, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.